პრინციპით. ეს არის ჩვენი პრინციპი, რამაც მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვნად შეცვალა პოლიტიკური გარემო საქართველოში, საქართველოს საკეთილდღეოდ და საქართველოს უკეთესი მომავლისთვის. ეს კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნამდვილად არ არის ჩემი ინტერესი და არც ჩემი პოლიტიკური გუნდისა, რომ მაინდამაინც ჩვენი ინტერესი იყოს გათვალისწინებული ღრმათ მწამს და მჯერა, რომ საქართველოში მკვეთრი დაპირისპირება საზოგადოებრივი პოლიტიკური ვითარების ძალიან გამწვავება წარგებიანია ქვეყნისთვის და არა რომელიმე პოლიტიკური ძალისთვის 90-იანი წლები მოიყვანა ქალბატონმა სალომემ მაგალითად და ჩვენ ისეთი მწარე მაგალითი გვაქვს გამოვლილი 90-იანი წლების დროს საზოგადოების ესეთი პოლარიზაციის და ესეთი დაპირისპირების რომ საზოგადოებაც და რა თქმა უნდა ხელისუფლებას და დარწმუნებული ვარ ოპოზიციაც იმ შეცდომებს აღარ გაიმეორებს რომელიც მოხდა და ეს მხოლოდ კარგია ქვეყნისთვის. გასაგებია, ქალბატონ სალომე, დღეს სხვათა შორის სოციალურ ქსელებში გაჩნდა ესეთი მოსაზრებები, როცა ალიანსი აცხადებს, კი, შეიძლება პროცენტული მაჩვენებლებით თქვენ დამარცხდით, მაგრამ ალიანსი მაინც აცხადებს, რომ თქვენ დამარცხებულად არ თვლით თავს. ეს შეფასება საზოგადოების რაღაც ნაწილის მხრიდან შეფასდა ისე, როგორც დაუშვათ 12 აგვისტოს განცხადება, ომი წავაგეთ, მაგრამ არ წავეგია. ქალბატონ სალომე, თქვენც ესე იღებთ ამ ფაქტს, დამარცხდით, მაგრამ არ დამარცხებულ ხართ? არა, გარშემო დამარცხება და გამარჯვებას რას ვეძახით ამ შემთხვევაში ჩვენ გამოვგლიჯეთ ამ ძალიან უსამართლო პირობებში ამ ძალიან უთანასწორო პირობებში გამოვგლიჯეთ ის საფეხური საიდანაც შეიძლება შემდეგი ეტაპი ამ ბრძოლის წარიმართოს და ეს არის ამ ეტაპზე ჩვენთვის ეს გამარჯვება ჩვენ ვაპირებთ რომ აქედან ვიბრძოლოთ საარჩევნო გარემოსთვის კიდევ გამოგლიჯეთ მხოლოდ რამდენიმე მანდატი საკრებულოში ძალიან ცოტა მაჟორიტარები არც ერთი ეს არის კიდევ ერთი გაგება ამ ხელისუფლების თუ როგორი არის დემოკრატია ესე იგი პრინციპში შეინარჩუნეს იგივე უმრავლესობა საკრებულოში რომ ყველაფერი იყოს მართული ასე რომ არაფერი არ შეიცვალა ქვეყანაში ის კიდევ ერთხელ ჩატარდა არჩევნები რომელმაც არ შეასრულა დანიშნულება არჩევნების რეალურად რომელიც არის რომ ქვეყანაში კრიზისი გადალახოს მოხსნას და არჩევნების მერე ყველა მოქალაქე იყოს დარწმუნებული რომ თავისი სათქმელი, თავისი აზრები და თავისი მოთხოვნები იქნება თანაბრად დაცული ახლად არჩეულ ინსტიტუტში, ეს იქნება საკრებულო მერიაში თუ ეს იქნება პარლამენტი. ამ მხრივ ამ არჩევნება არაფერი არ გადაწყვიტეს, კრიზისი ამ ქვეყანაში არის. მოლოდინი გქონდათ ამისი, რომ ამის გადაწყვეტა. ხო გქონდათ მოლოდინი ამისა, რომ საკრებულოში უმრავლესობით მოხვიდოდით, ქალბატონ სალომე. ჩვენ ამისთვის ვიბრძოდით, როგორც უნდა იბრძოლო ყოველთვის. შენი ბოლო ძალებით იმისთვის, რომ გაიმარჯვო. ეს არ ნიშნავს, რომ ამისი ილუზიები ქონდა. ვის ქონდა ილუზიები, რომ ესენი რამეს დათმობდნენ. ვისაც ამისი ილუზიები აქვს, რომ ესენი რამეს დათმობდნენ. მაინც წავედით, ხო? იმიტომ სხვა გზა არ არის ამ ქვეყანაში, რომ არ გავიმეორო ისენი თუ არა გრევის გზა ამ ქვეყნის და ჩვენ ამ ქვეყანას არ დავანგრევთ. მე როცა ვიდექი ქუჩაში 2009 წელს და არც ერთხელ არ მithქვამს, რომ ამ დღეს ვამთავრებთ რამეს, ვითხოვდით არჩევნებს ვითხოვდით საპარლამენტო და საპრეზიდენტოს, კიდე ვითხოვთ ამისთვის ვემზადებით. თუნდაც ვადამდელს და იქნება ვადამდელი, იმიტომ ამ ქვეყანას ეს ქვეყანა ვერ გაუძლებს კრიზისს, რომელიც არ არის დღეს გადაწყვეტილი ამ ქვეყანაში, ეს გრძელდება ეკონომიური კრიზისი, პოლიტიკური კრიზისი, სოციალური უმძიმესი კრიზისი და მე მგონი ყველა ამისი მოწმე ვიყავით, როცა ჩავერთვეთ ამ თბილისის არჩევნებში და რეგიონებში, ეს ქვეყანა არ მიდის წინ არის გაყინული, არსად არ მიდის, ამ ქვეყანას დაჭირდება ნამდვილი არჩევნები, სამართლიანი არჩევნები და ეს გამოცდილება რაც მივიღეთ, ეს გაძლიერება რაც ჩვენ მივიღეთ, ჩვენ დავდექით დღეს, როგორც რაც არ უნდოდა ხელისუფლებას არანაირად, ალტერნატივა, რომელიც არის ერთდროულად დემოკრატიული, პროდასავლური, პროევროპული, ამისი მონოპოლი ძალიან უნდოდა ხელისუფლებას და სხვები ყველა არიან რაღაცა ბნელი ძალები და რუსეთი, ამას ვერ მიაღწია ხელისუფლებამ, ჩვენ ვართ დღეს ეს ალტერნატივა და ჩვენ ვართ ამ ქვეყნისთვის პერსპექტივა და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მოხარული ვარ, რომ ქალბატონ სალომეს სიტყვები ასე შეცვლილი 1 წლის მანძილზე. მართლა ძალიან მიხარია, ეს არის დიალოგი ეშმაკი სენა და ეს ყველას გვახსოვს, მართლა ძალიან მიხარია. ძალიან მიხარია, რომ ამდენად ასევე ვიყავი და უპასუხე თქვენს პრეზიდენტს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეზე და სხვანაირად ჩატარდებოდა სხვათაშორის არჩევნები. მე იქ რომ ყოფილიყავი, მაგრამ უკან დაიხიეთ სიტყვა თქვენთვის. კარგი, ძალიან დიდი მადლობა. მე ერთი კითხვა კიდევ. უნდა დავამთავრო. ერთი კითხვა, მაგს ქალბატონ ხატუნა
ხათუნასთან როცა თქვა რომ ძალიან ბევრი არის კიდევ გასაკეთებელი და ჩვენ უკან არ ვიყურებით, წინ ვიყურებით და ვაგრძელებთ. მე ერთი კითხვა მაქვს. თქვენ როგორც მთელმა ხელისუფლებამ ხარი დაუჭირეთ იმ მემორიალის აფეთქებას ქუთაისში. მამა თქვენის მემორიალი თბილისში ამის აფეთქებას აპირებთ? კი ბატონო, კარგით, თქვენი უფლება გასცეთ თუ არ გასცეთ პასუხი? არა, გავცე თუ არ გავცე, იმიტომ კი ვერ გავცე, მან რაღაცა ესეთი იაფასიანი, ისე მართლა მიყურს თქვენ ქალბატონო სალმე, მაგრამ დავანებოთ ამას თავი, როცა ქალბატონი ბევრი თუ არის გასაკეთებელი, მე მაინტერესებს რა არის ბევრი გასაკეთებელი, რა მიმართულებით. იცით რა, როცა ქალბატონო სალმე აღნიშნა, ახლა ეს ძალიან ყურში მომხვდა, რომ მათ ამ კამპანიაში ჩართვის მერე ნახეს თუ რამდენად მძიმეა მართლა სოციალური მდგომარეობა. ჩვენ ეს ვიცით უკვე 5 წელი. მანამდე თქვენი ბრალია არ არის დავასრულოთ ქალბატონები და დავასრულოთ საერთოდ ეს სოციალური პროგრამები მხოლოდ ამ ხელისუფლების დროს გახდა ეს ცნობილი და მილიარდზე მეტი არის გამოყოფილი სოციალურ პროგრამაზე. ჩვენ ვიცით რომ ეს არ არის საკმარისი და ამ მიმართულებით ბევრი გასაკეთებელი. ამ ძალამ ეხლა გაიგო და იმედია ამ თემაზეც ვითანამშრომლობთ. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა იმისთვის რომ მობძანდი და მიიღეთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობა. ქალბატონი ხათუნაუჩიაური, ქალბატონი სამიო ზურაბიშვილი, ძალიან დიდი მადლობა მონაწილეობისთვის. თქვენ 9 საათზე ზუსტად გელოდებათ მაესტროს ახალი ამბები მაკაცინცაძესთან ერთად 10 საათზე პირდაპირ საუბარი და ეკა ბერძის სტუმრები იქნებიან ნინო ბურჯანაძე და კახა შარტავა. მე გემშვიდობებით ხვალამდე ნახვამდის.